წარმომადგენლობითი სახალხო კრების მტკიცებით ზუგდიდში მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება კრების წევრების თქმით ზუგდიდში რეგიონული კონფერენციის დასრულებისთანავე ერთ-ერთ აქტივისტს მამუკა ბაღათურიას ადგილობრივმა გამომძიებელმა მერაბ შენგელიამ დაურეკა და პოლიციაში დაიბარა. ბაღათურიამ გამომძიებელს მოსთხოვა უწყება, რის საფუძველზეც პოლიციაში იბარებდნენ. ამის შემდეგ გამომძიებელი სამართალდამცველებთან ერთად მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა და ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ დაუმორჩილებლობის გამო ბაღათურიაზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ. როდესაც ეს ამბავი შეიტყოს, კრების წარმომადგენლები მამუკა ბაღათურიას სახლში თავადაც მივიდნენ. გამომძიებლები მათ გარეთ მანქანაში უცდიდნენ. მამუკა ბაღათურია და კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი ნონა გაფრინდაშვილი საქმის გასარკვევად მათთან მივიდა, თუმცა კამერის დანახვისთანავე ზუგდიდებმა სამართალდამცველებმა იქაურობა დატოვეს. ჩვენ ერთად ვიმყოფებოდით, როცა ოჯახიდან როდესაც ოჯახიდან დაუწყეს რეკვა, რომ გამომძიებელი, ხო? რომ გამომძიებელი ელოდე ყოველ შემთხვევაში ასე წარმოადგინა თავის სახე. ორნი იყვნენ, არა? და ელოდებოდნენ, ჩვენ მარტო არ გამოუშვით და გადავწყვიტეთ გაგვერკვია საქმე. მოვედით და არც დაგველაპარაკეს, მიაბრუნა მანქანა, ჩვენ რომ დაგვინახა და გაიქცა ფაქტიურად. აი, გრძელდება ეს დაშინების პოლიტიკა.